დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემთვის უსაყვარლესი კერძი, ტოლმა პომიდორში და ბულგარულ წიწაკაში. პირველ რიგში გავამზადოთ ფარში. დავჭრე 3 მოზრდილ ხახვს და მოვთუშავ. სანამ ხახვი ითუშება, გავატარებ ყველა საჭირო ინგრედიენტს. 1 დიდ კონა ქინძს, რეჰანს, 1 თავ ნიორს და რაც თავარია ხორცს. დამჭირდება 1 კილოგრამი საქონლის ხორცი და 9 კილოგრამი ღორის ხორცი. გატარებულ მასაში დავამატებ 1 ჭიქა კარგად გარეცხილ მრგვალ ბრინჯს და 1 ჭიქა გახიხილ პომიდორს. ასევე დავამატებ მარილს, პაპრიკას და პილპილს. გადაურევ უკვე მოდუშულ და შეგრილებულ ხახვის ნახევარს, ავურევ კარგად, დავაყოვნებ ბაცივარში 9 საათი. ხახვის მეორე ნახევარს ქვაბში დავუმატებ დაბლენდერებულ პომიდორს, 2 სუფრისკოვს ტომატ პასტას და ხმელ რეჰანს, ასევე მარილს. დავამატებ წყალს, წამოვადუღებ და წვენი მზად არის. გავასუფთავებ ბულგარულს და პომიდორს, მოვაჭრით თავებს და ამოვღებ გულს, რადგან შემდეგ ამოვავსო მზა ფარშით. ყველაფერს მოვათავსებ ქვაბში კომპაქტურად და დავასხავ მზა წამოდუღებულ წვენს. ვხარშავ სრულ მზაობამდე დაახლოებით დასჭირდება 1 საათი. ასე ტოლმა გამოდის საოცრად არომატული და ნაზი. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.